საჩხერის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის რიოს ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძისადმი მიწყვილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. შეხვედრა რიოს გმირებთან ასე ერქვა მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც საჩხერის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ოლიმპიელებთან შესახვედრად უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. Სამოყვა ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, როგორც საჩხერელისთვის. ლაშას გამარჯვება ულოცავ საჩხერეს, საქართველოს და უსურვებ, რომ ბევრი ესეთი გამარჯვება მოეტანოთ და ბევრი სიხარული საჩხერესთვის და საქართველოსთვის. საერთოდ გახარებულია მთელი საქართველო და მით უმეტეს საჩხერელი, იმიტომ რომ ჩვენი საჩხერელია ეს ბავშვი და ძალიან გახარებული ვართ. ღონისძიების ფარგლებში საჩხერეს უამრავი სტუმარი ეწვია. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს ცნობადი სახეები. როდესაც საჩხერი აცილებდა ოლიმპიელებს, მაშინ გაჟღერდა ის, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, როდესაც საჩხერი იქნებოდა ის პირველი მუნიციპალიტეტი, რომელიც უმასპინძლებდა მათ და ახლა თითოეული ჩვენგანი სურვილი, დიდი მადლობა ამისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტს მასპინძლობასაც თქმა, დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს, მათ უსწრებს, იმიტომ რომ მათ შეძლეს შეუძლებელი, მათ გაამართლეს ჩვენი იმედები და წლევანდელი ოლიმპიადა იყო მათაც განსაკუთრებული. ასეთი სიხარული სწორი კითხვა დიდი ხარია ან გამიცდია. შემდეგ ვფიქრობდი, რომ რა იყო ეს ასეთი სიხარული, აი რატომ? თავიდან ვიფიქრე, რომ ალბათ იმიტომ რომ ოლიმპიადა მოიგო ეს 4 წელიწადში ერთხელ არის. მე მივხვდი რომ მარტო ეს არ იყო. მე ვიფიქრე რომ ალბათ საჩხერელი არის თქო. მე ვიფიქრე რომ ყველაზე ძლიერი ადამიანი ყავს სოფლიოში. მე ის რომ სოფლიო რეკორდი დაამყარა. მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ თავარი იყო რომ ხირსეულად გაიმარჯვა. ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მხოლოდ ლაშას, არამედ მთელ საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მე ვფიქრობ, იმიტომ რომ განუზომელი იყო ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა ლაშამ და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეკუთვნის საჩხერეს, სადაც გაიზარდა, სადაც ის ვარჯიშობს. გიორგი ასანიძეა მისი მწვრთნელი და მე ვფიქრობ ყველას შრომამ იმუშავა და რა თქმა უნდა მხარდაჭერამ ეს აძლიერებს ადამიანს. თანაქალაქელები საჩხერელი ძალოსანის დანახვაზე ემოციებს ვერ მალავდნენ და მიღწეული წარმატებით გამოწვეულ სიხარულს მასთან ერთად იზიარებდნენ. 22 წლის ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში ზემძიმე წონაში მოასპარეზე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან 473 კილოგრამით ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მეორე ადგილზე გასულ სომხეთის წარმომადგენელს გორ მინასიანს 22 კილოგრამით აჯობა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ისევ ქართველმა. ქობულეთელმა ძალოსანმა ირაკლი თურმაინძემ მოიპოვა. სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გამარჯვების კვარცხლბეკზე 16 აგვისტოს ერთდროულად 2 ქართველი ავიდა. ლაშა ტალახაძის მშობლიურ ქალაქში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე ოლიმპიელები ირაკლი თურმანიძე და ლაშა შაბდათუაშვილი იმყოფებოდნენ. დღესდღეობით მე ბედნიერი ადამიანი ვარ, როდესაც შეჯიბრი დამთავრდა, მაშინ კიდევ ვერ ხვდებოდი. ერთი ის მახსოვდა, რომ მე ყველა ის ადამიანი გავახარე, ვინც ელოდებოდა ჩემს წარმატებას და ავიც დღეს ხვდები, რომ მართლაც ავიც კარგი რაღაცა არის ეს ოლიმპიური ჩემპიონობა. ამდენი ბედნიერი ადამიანი, როდესაც შენი წარმატებას ერთად ზეიმობს, როდესაც გილოცავს და ავიც მართლაც როდესაც საქართველოს დავბრუნდი კიდევ მეორე სიხარული განვიცადე იქ, როდესაც ავიც ძალიან ბევრი გულშემატკივარი დამხვდა და ყველა ძალიან თბილად მიმიყო და ავი დიდ მადლობას მოვუხდი კიდევ და კიდევ ყველა მათგანს და ყველა იმ ადამიანს, ვინაც წვლილი მიიტანა რა ვიცი ჩემს წარმატებაში და ამ წარმატებას კიდევ თლიან საქართველოს ულოცავ, არა მარტო ჩემი წარმატება და არა ყველა იმ ბიჭების წარმატება, ვინაც ამე გავაკეთეთ, რა ვიცი ვფიქრობ რომ მთელი საქართველოს წარმატება არის ეს ყველაფერი. ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ფიცარნაგზე ასპარეზობისას მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი დედა ჟანა თოდაძე იყო. მსოფლიოში უძლიერეს მამაკაცად აღიარებული ძალოსანის დედა ჩვენთან საუბარში ლაშას ყველაზე დიდი წარმატების წუთებს იხსენებს. არასდროს არ მიყურებია ლაშას, პირდაპირ ეთერში ლაშას გამოსვლა, არც ერთი ასპარეზობა, არც ევროპის, არც მსოფლიოზე, მით უმეტეს ოლიმპიურის. ჩემი ადგილი ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთადერთი ადგილი, სადაც ნამდვილად უნდა იდგეს დედა და ლოცულობდა შვილისთვის. ლაშას გამარჯვება უბრალოდ იმ ემოციის და ხმაურის შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომელიც მესმოდა ჩემივე სახლში, მეზობელი ოთახიდან და ასევე რაიონის ცენტრში დიდ ეკრანზე ყურობდა მოსახლეობა, საჩხერის მოსახლეობა და ხმაური და ფეიერვერკების და ესეთი რაღაცით უკვე მივხვდი, რომ ძალიან კარგად იყო საქმე.
სცენის ირგვლივ გამოგრულ ბანერებს შორის ერთ-ერთი ოსტატსა და შეგირდს ეკუთვნოდა. 2004 წლის ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი გიორგი ასანიძე ახლა ლაშას რიოს ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდს იხსენებს. ოლიმპიელი მწვრთნელის მითითებებმა და მისი შეგირდის ნიჭმა ოლიმპიური ოქროს ბედი ძალოსნობაში ამჯერადაც განსაზღვრა. წლების შემდეგ ის კვლავ საქართველომ მოიპოვა. სწორედ მათი წარმატება გახდა მიზეზი იმის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში საფუძველი ჩაეყარა ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას. ძალიან საამაყო, როდესაც ის შრომა გიფასდება, რომელიც მწვრთნელის რანგში არის. მართალია მე არ ვიყავი დიდი ხნის წვლილი მას. მანამდე ყავდა თავისი მწვრთნელი, თუმცა 3 წელია ჩემთან ერთად ვარ შორის და მის პირველ მწვრთნელებთან მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი 3 წელიწად-ნახევარი გავიარეთ, რამაც მე ვფიქრობ, რომ ოქრომდე მივიყვანა. თუმცა ოქროზე მიყვანა, რა თქმა უნდა, შრომა ის ყველაფერი დაფასება კარგია, მაგრამ თვითონ აქ ლაშას ფენომენზე მინდა ვისაუბრო და მის ძალიან დიდ ტალანტზე, როგორც ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ასევე მის გონებრივ და სულიერ სიტკიცეზე მე კიდე წარმატებას ვუსურვებ. ყველა იმ ბიჭებს, ვინც მასთან ერთად დასახელად ჩვენი ქვეყანა, აქ არიან თავისუფალი წელით მოჭიდავეები, რომელსაც ასევე გმირობა ჩაიდინეს და ყველა იმ მედალოსას, განსაკუთრებით ირაკლის, ჩემს მეორე შეგირდს, რომელმაც ყველანაირი სიხარული გადაფარა და მოლოდინი გადააჭარბა, როდესაც ორი ქართული დროშა აიწია ისეთ პრესტიჟულ ღონისძიებაზე, რომელიც ოლიმპიური თამაშებია. ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდა. მან 2016 წლის ზაფხულის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული შედეგები შეაფასა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ჯამში 7 медали, 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. საერთო ჯამში მოპოვებული მედლების ხარისხით საქართველოს 206 ქვეყანას შორის 38 ადგილზეა. ამ ორი ოქროს მედლიდან, რა თქმა უნდა, საჩხერის წარმომადგენელი არის ლაშა ტალახაძე, სადაც მე გულით და სულით მიულოცავ ყველა საჩხერეს ამ დიდ წარმატებას და ნამდვილად ლაშამ ჩაიდინა გმირობა, ფაქტობრივად მოხსნა მსოფლიო რეკორდი, გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახალგაზრდა სპორტსმენია და ჯერ ყველაფერი წინა აქვს. იმედია, რომ კიდევ ბევრჯერ გაახარებს საჩხერის და საქართველოს გულშემატკივრებს. საზეიმო ღონისძიება სპორტულ კომენტატორს ელენე ბილიხოძეს მიყავდა. საღამოს მუსიკალურად ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლები სოფო ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი, ტრიო ქართული ხმები და ანრი ჯოხაძე აფორმებდა. მაყურებლის განსაკუთრებული ემოცია ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებულმა მსოფლიოს უკდავმა ჰიტმა We Are The Champions გამოიწვია, როცა სცენაზე მასთან ერთად 4 ოლიმპიელი ჩემპიონი იდგა. ის რაც ხდება დღეს საჩხერეში, ეს არის მთელი ქვეყნის სიამაყე. ძალიან ამაყი ვარ მე პირადად, იმიტომ რომ ჩამოვედი ლაშას მისალოცად, ასევე არ შემიძლია არ თქვა ირაკლის წარმატება და გილოცავთ, მთელ საქართველოს ვილოცავ და განსაკუთრებით საჩხერეს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რეგიონი მეგულება საქართველოში, რომ აი ასეთ საოცარ სპორტსმენებს ზრდიდეს. განსაკუთრებით საინტერესო იყო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით ლაშა ტალახაძეს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ხოლო საზოგადოება საჩხერელმა მას რაინდის წოდება მიენიჭა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოლიმპიელი 10,000 ლარით დააჯილდოვა. 10,000 ლარი გადაეცა ლაშას კომპანია Queen's სპორტის სახელით, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონის რაულ ცირიკიძის მიერ. სიმბოლური პრიზები გადასცა ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორმა მაქს მეირშავითმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაში მონაწილე ყველა სპორტსმენს სიმბოლური პრიზები გადასცეს. მსოფლიოს მზერა იყო რიოსკენ და დღეს კიდევ მინდა მოგახსენოთ, რომ მსოფლიოს მზერა არის საქართველოსკენ და საჩხერისკენ. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა, დიდი წარმატებაა. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს და მინდა შემდგომი წარმატებები უსურვო მას. დღევანდელი დღით მინდა კმაყოფილება გამოთქვა, რამე თუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ლაშა ტალახაძე დავაჯილდოვეთ 10,000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ასევე მას ერთობლივი გადაწყვეტილებით, როგორც გამგეობა საკრებულო, მას მივანიჭეთ საჩხერის საპატიო მოქალაქეო. სიამაყის გზნობასაც ვერ მალავს მთელი საჩხერე და პირადად ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი მეგობარი, ჩვენი მეგობრის შვილი, ჩვენი ლაშა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც მთავარია. ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მე ულოცავ თვითონ ლაშას, მთელ საჩხერეს, მთელ საქართველოს ყველას ულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ამ დიდ სიხარულს.
უნდა აღნიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ლაშა რიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტი გახდა, საჩხერის მუნიციპალიტეტში ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არ შემწყდარა. გულშემატკივრის მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა მისი ქართულ დელეგაციასთან ერთად რიოში გამგზავრების შემდეგ დაიწყო. ჩვენ რამოდენიმე ხარდასაჭერი აქცია განვახორციელეთ მაშინ, როდესაც სანამ ლაშა გამოვიდოდა რიოს ოლიმპიურ ფიცანაკზე, მოგეხსენება თქვენი ტელევიზიითაც გაშვდა, რომ 17-ში როცა უშუალოდ ლაშას გამოსვლას ველოდებოდით, ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ლაშას გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა. შემდეგ, როდესაც გვასახელა და გაგვახარა ლაშამ, უკვე გადავერთეთ და დავიწყეთ მზადება ლაშას დახვედრის ცერემონიალისთვის. ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო მუნიციპალიტეტის გამგეობას, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურს, ლევან ჭხეიძის ხელმძღვანელობით და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაში. 2016 წლის ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ორგანიზებას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის კულტურის სამსახური უწევდა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.